ქიზიყს და სიღნაღს. კახელ თუ ყვართ ჭიდაობა, დაჰყავთ ბევრი ფალავანი. ქიზიყს იცავს არწივების სიღნაღური გალავანი. ეს ერეკლემა ააშენა, განამტკიცა, გაამშვენა, აი ასე ჩაიყარა ტურისტული ბალავარი. აღარ ისმის ბრძოლის ხმები, ახლა მიდის მწვადის შეწვა. ზოგს აქვს ველად მცირე ტბები და ეწევა თევზის რეწვას. გაიხარა ქართველთ მხარემ, ქვევით წნორი ანაგაა, გადიარა ხანამ მწარემ, აწაკლ ხენის ალაგაა. ჩანს საქობო და ვაქირი, დათო, ზვიო, ზაზა, ილო, დაუკლიათ საქონელი, ხორცი შეწვეს 10 კილო. კარდენახში თუ სიღნაღში უკრავს მღერის ოქრო გოგი, ჩვენ ხომ გვიყვარს ნაღდი ხალხი, არა ცრუ და დემაგოგი. ქიზიყს მაინც სხვა ეშხი აქვს, გაიხარებს კაცის გული, ჰკრეფენ ყურძენს, ყანას მკიან, დატრიალებს ბევრი ფული. შრომისა და მოსავალის მარად ბრუნავს მადლის ციკლი, ბავშვებისთვის საკატაოდ დგას ბაგი და კვადროციკლი. არღა ხმალი, არღა თოფი, კოშკებიდან არ ჩანს მტერი, პურმარილი ღვინის შტოფი, გაქელანდეს უნდა ერი. გამრავლდეთ და ღმერთი ვაქოთ, ვაწარმოოთ ზეთი, ღვინო, შეგვეწიოს უფალი და მოციქულთა სწორი ნინო. მანდ გაკაშდა გონაშვილის, მოსულიშვილ ფორეს სული, ჩანს ერეკლეს ხმალის ქნევის დრო საქები გარდასული. სიღნაღი კი ბრწყინავს ზევით, ვარსკვლავების ლამობს წდომას, მორაგული მთით თუ ხევით, ლექსის წერის აღძრავს ნდომას. მირზაანის მკვიდრი იყო ფიროსმანიც, გენიოსი, მის მხატვრობას დაჰნათოდნენ სელენე და ჰელიოსი. სიღნაღს მერე მის მსგავს ტფილის ამშვენებდა და ხატავდა, სვავდა არახს, ჭამდა ირისს, დაიფერფლა და გათავდა. ქიზიყიდან არის ცვენა ხელოვანი ვარსკვლავ ხალხის, წყურვალთათვის გამომყვანი უკვდავების წყლისა არხის. მოვიგონებთ ერისათვის საამაყო კიდევ სამშვილს, სარაჯიშვილს, ნონეშვილს და ასე ვასო გოძიაშვილს. ტალანტური კოლორიტნი არაკლია გულუხუ მხარეს, საქართველოს მომავალი ახალ ქართველთ გაახარებს. ქსურს მშვიდობა, სიტყბო, ხვავი, არ ქსურს ომი, მეხი, ზვავი, ვერ გადახრან ვირთაგვებმა ოქროს ვერძის მტკიცე ტყავი. წარმოშობით ამ მხარიდან გვყავდა 2 პრემიერი, ინტელექტით მდიდარია უძველესი ჩვენი ერი. გაიყვანეს ბევრგან წყალი, დამოირწყა ეზო ბანი, აელვარდა და განათდა აქეთ-იქეთ ავტობანი. მე ერეკლეს შვილთაშვილი, დაგილოცავ წმინდა ალაგს, კახეთს, ქიზიყს, მის გულს სიღნაღს, მარგალიტურ ლამაზ ქალაქს. არ ვივიწყოთ წინაპრები, ვინ ვიყავით, ვინ ვართ, რანი, ამ ლექსისთვის კი მეკუთვნის ქეიფი და რესტორანი. კონსტანტინე ფალავანდიშვილი, 16 მესამე თვე 2025 წელი, თბილისი.